მიიღებს თუ არა უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილთან რევანშს. UFC 321-ის შემდეგ ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც MMA საზოგადოებაში ტრიალებს. ვიდრე ვიდეოს მთავარ ნაწილზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეპიზოდების წარდგენია BetLive. აბუ-დაბიში გამართულ ღონისძიებაზე უმარ ნურმაგომედოვმა დივიზიონის მე-9 ნომერი მარიო ბაუტისტა დაამარცხა. ვიტყოდი ეს ჩვეული დაღესტნული გზით გააკეთა თქო, რომ არა მეორე რაუნდში ძალიან მძიმე ნოკდაუნი. ჩვეული დაღესტნული გამარჯვების გზა ასეთია: გაუთავებელი კონტროლი, სუფთა გრეპლინგი და ნული დაზიანება. ნული დაზიანება არ გამოვიდა, მაგრამ გამოვიდა ბრძოლის სადავების თავიდან ხელში ჩაგდება და გამარჯვება. უმარმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა და გამარჯვებების სერიაზე დაბრუნდა. თითქოს ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ მერაბთან რევანში მიიღოს, მაგრამ UFC-ში და განსაკუთრებით სუპერმსუბუქ დივიზიონში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ვითარდება. წინა საბრძოლო პრესკონფერენციაზე უმარმა პირდაპირ ჰკითხა დანა ვაიტს, მიიღებდა თუ არა საჩემპიონო ბრძოლას ბაუტისტას დამარცხების შემთხვევაში. დანა ვაიტის პასუხი ასეთი იყო. It's possible to this fight contender, me and Barrio. Could this fight be the contenders fight? Yes. Go out there and make it. Go out there and put on a show on Saturday that makes people go, damn, one of these guys should be fighting for the title next. იყო თუ არა ეს გამარჯვება საჩემპიონო ბრძოლაზე გასასვლელად საკმარისად დამაჯერებელი, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. მე კი დანა ვაიტის სიტყვებს მოვიშველიებ ბრძოლების შემდგომ პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტებთან საუბრისას UFC-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ უმარის პერფორმანსი არ იყო ისეთი დამაჯერებელი, როგორცაც მისი გუნდისგან არის მიჩვეული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმარმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა. მაგრამ ახლა ყველაფერი მერაბ დვალიშვილის ბრძოლის შედეგზე არის დამოკიდებული. თუ დვალიშვილი ქამარს დაიცავს და 100% დარწმუნებული ვარ, რომ დაიცავს კიდეც, უმარს კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარება მოუწევს. UFC-ში რევანშის მიღება ასეთი ადვილი არ არის. მაგალითად, იანს დვალიშვილთან რევანშის მისაღებად 3 ბრძოლის მოგება დაჭირდა. თან როგორ ბიჭებთან, დეივისონ ფიგერედოსთან, სონგ იადონგთან და მარკუს მაგჰისთან. უმარისთვის რევანშის მიღებას ისიც ართულებს, რომ მერაბმა ის პირწმინდად დაამარცხა პირველ ბრძოლაში. ფაქტობრივად კითხვების საერთოდ არ დატოვა. განმეორებითი ჩხუბის მისაღებად უმარს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება, რომელიც დიდი სახელის წინააღმდეგ იქნება. მაგალითად, შონომალი. შუგა უკვე დიდი ხანია უსაქმოდ არის და რატომაც არა. ის ყოფილი ჩემპიონია, დივიზიონის ძალიან დიდი სახელია და უმარისთვის კარგი ტესტიც აღმოჩნდება. იმ შემთხვევაში, თუ ნურმაგომედოვი ამერიკელს დამაჯერებლად დაამარცხებს, მაშინ საჩემპიონო ბრძოლის მთავარი კონტენდერიც გახდება. ამ საქმეში ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მერაბის გადაწყვეტილებას, თუ როდის დაბრუნდება ოქტაგონზე. თუ იანთან გამარჯვების შემდეგ მერაბი ოქტაგონში დაბრუნებას მალევე გადაწყვეტს, მაშინ უმარი იდეალური ვარიანტი იქნება. რატომ უმარი? იმიტომ რომ მებრძოლები მერაბისთვის ასე მალე მზად ვერ იქნებიან. იანი უკვე დამარცხებული ეყოლება. სენჰეგენი ასე მალე რევანშისთვის ვერ მოიმზადება. ომალისთან მესამე ბრძოლა გამორიცხულია. სეხუდომ თქვა, თუნდაც ტალბოტთან გავიმარჯვო, მაინც გავდივარ პენსიაზეო. ასე რომ ერთადერთი იდეალური ვარიანტი ისე უმარი რჩება. თუ მერაბი ბრძოლას წააგებს, მაშინ ვფიქრობ, ზუსტად ამ მომენტში დაჩქარდება მისი და უმარის რევანში. იანი დაისვენებს, მალე არ დაბრუნდება საქმეში და გასარკვევი იქნება კონტენდერი, ვინ შეხვდება მას მეორე ბრძოლაში. სწორედ ამ დროს მერაბსა და უმარისთვის კარგი იქნება ერთმანეთის დამარცხება, რადგან კონტენდერობისთვის, რეზიუმესთვის ორივე მებრძოლი ძალიან კარგია. დღეისათვის სულ ეს იყო. ვიდეოს ბოლოს შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეპიზოდების წარდგენი არის BetLive. თქვენ კი გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაგვიტოვოთ კომენტარებში. თქვენი აზრი, მიიღებს თუ არა უმარ ნურმაგომედოვი მერაბთან რევანშის შანსს. მომავალ ვიდეომდე.